მართლა მაინტერესებს, რას მე დავებით, ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებ 25 წელი. გზის გადაკეტვის დროსაც ჩვენი კამერით მივიდივართ ხოლმე და ვიღებთ როგორ იკეთება გზა. ჯერ ერთი არ გადამიკეტია გზა, თქვენ თვითონაც ნახეთ. ძალიან ადვილად ამოცნობად ვიყავი, იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ, 25 წელია მაყურებელი ეკრანიდან მიცნობ, ამას გარდა ჩემი დიაფერის ჩაცმა, რომ არც იქ მონაწილეები ძირითადად მუხლებში და შარებში არიან ხოლმე ჩაფუტები, კერკები. არა, მე ასე არ ვიყავი სულით ღიად, მისული, იმიტომ რომ ხარი იყო, ყურები მქონდა მხოლოდ დაფარული და არავის არ ვემარლებოდი, იმიტომ რომ ვაშუქებდი აქციას, სადაც აქციის მონაწილეები იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას. 78 მუსწრომ ეს ქვეყანა მიკის ევროპისკენ და ნატოსკენ და ეს არის ჩვენი მრავალწლოვანი არჩევანი, ჩვენი შინაგანი არჩევანი და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საკუთარი ნება უნდა გამოხატოს დემონსტრაციაზე და ჟურნალისტის მოვალეობაც ის არის, რომ აჩვენოს საკუთარ მაყურებელს, რა ხდება მის ქვეყანაში. ამას ვაკეთებდი და ამ ვერასოდეს ვერ გავიგებ, რას ემსახურება დღევანდელი პროცესი. არც გზა გადამიკეტია და ვერ შემედავებით იმაზე, რატომ ავირჩიე წლების წინ ძალიან ღირსეული, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია ჟურნალიზმი. მე ამაყივარ დღეს, რომ ჩემი მიკროფონით თუ მიკროფონის გარეშე ტელეფონით ვემსახურები ჩემს